მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის CoinHolder-ი, მე კი რა თქმა უნდა მისი წამყვანი ალექსანდრე. ამ ვიდეოში ჩვენ გავივლით რეგისტრაციას ბირჟაზე, რომელიც აღიარებულია როგორც ნომერი პირველი თავისი სანდოობითა და მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული პირობებით. აგრეთვე ჩვენ ზედაპირულად გავეცნობით აღნიშნული ბირჟის პლატფორმას და განახებთ თუ როგორ შეიტანოთ თქვენი ფინანსური აქტივი ამ ბირჟაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ბიტკოინი, ლაიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა. და განახებთ თუ როგორ შევინახოთ ჩვენთვის სასურველი მონეტა ბირჟაზე, აგრეთვე ზედაპირულად შევეხებით ტრეიდინგს, რათა შევძლოთ ჩვენი მონეტების რაოდენობის გაზრდა, გაორმაგება, გასამაგება და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურად თქვენს პირად პოტენციალზეა დამოკიდებული. თუმცა მინდა შეგახსენოთ და გაითვალისწინოთ ისიც, რომ ტრეიდინგი ყოველთვის მოიცავს დიდ რისკებს. თუ გადავალთ ბირჟების ჩამონათვალში CoinMarketCap-ზე, დავინახოთ, რომ Binance იმყოფება პირველ ადგილას და მისი ბრუნვა ყოველდღიური შეადგენს 29 მილიარდ დოლარს. როგორც ხედავთ, ამხელა ბრუნვა არც ერთ ბირჟას არ აქვს, ამიტომ მოგიწოდებთ არ გადაახვიოთ, რადგან ეს ვიდეო საკმაოდ სასარგებლო და საინტერესო იქნება. მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო, ეს მნიშვნელოვანია როგორც არხისთვის, ასევე ჩემთვის. ახლა კი დავიწყოთ. ახლა კი გადავიდეთ რეგისტრაციაზე, რა თქმა უნდა, ლინკი აღწერაში გვექნება. ამ ბირჟაზე რეგისტრაცია არის საკმაოდ მარტივი, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან მეილის მეშვეობით ან მობილური ტელეფონის მეშვეობით. მოდი ამ შემთხვევაში მე ავირჩევ მეილს, აქ ჩავწერთ ჩვენს მეილს, შემდეგ უკვე ჩავწერთ პაროლს. პაროლში აუცილებლად უნდა იყოს გარეული ერთი დიდი ასო და ერთი ნებისმიერი სიმბოლო. შემდეგ დავაჭერთ SOSDAC account, გადავდივართ, გავივლით შემოწმებას. აქ ჩავწერთ კოდს, რომელიც უკვე მივიღეთ ჩვენს მეილზე. აჰა, მშვენიერია, რეგისტრაცია გავიარეთ. შემდეგ უკვე გადავდივართ, ვაჭერთ ამ ლოგოს, ვირჩევთ ჩვენს მეილს. და როგორც ხედავთ, თავად ბირჟა გვიწევს რეკომენდაციას, რომ გამოვიყენოთ ორფაქტორიანი აუთენტიფიკაცია, უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის. მოდი ავირჩიოთ უსაფრთხოების პირველი ტიპი, რომლითაც დავადასტურებთ ჩვენს ტელეფონის ნომერს. აქ ავირჩევთ ჩვენს ქვეყანას, შემდეგ ჩავწერთ ჩვენს ტელეფონის ნომერს, შემდეგ დავაჭერთ ამას, გამოგზავნილი იქნება კოდი ჩვენს ტელეფონის ნომერზე. ჩავწერთ აქ კოდს, შემდეგ დავაჭერთ ამ ღილაკს, რომელიც გამოგვიგზავნის კიდევ ერთ 6 ციფრიან კოდს ჩვენს მეილზე, იმ კოდსაც ჩავსვავთ აქ. ატправით. Всё, ამით დასრულდება ჩვენი ვერიფიკაცია. შემდეგ ნებისმიერი მენიუდან დავაჭერთ ამ ლოგოს, ჩვენს accounts და გადმოგვიყვანს ჩვენს პირად კაბინეტში. რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს აღნიშნული მწვანეთ, რაც გვანიშნებს, რომ ჩვენ გავიარეთ რეგისტრაცია. ესეც უნდა იყოს გამწვანებული აუცილებლად, რაც დაადასტურებს, რომ ორი ხვა ვერიფიკაცია წარმატებით გავიარეთ. და შემდეგში მესამეს გთხოვს, რომ შეიტანეთ თანხა. აგრეთვე თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ვერიფიკაცია თქვენი პასპორტით და სელფით. მე ახლა ამის კეთებას არ დავიწყებ, რადგან ჯერჯერობით არაფერში არ გვჭირდება თუ დავაჭერთ აი ამ ლოგოს. ნახავთ, რომ ჩვენი დღიური გამოტანის ლიმიტი შეადგენს 2 ბიტკოინს. მეგობრებო, 2 ბიტკოინი თითქმის უკვე გამოდის 100,000 დოლარზე მეტი. და მე ასეთი ბრუნვა ჯერჯერობით არ მაქვს და არ ამჭირდება. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ თანხის შემოტანის მეთოდზე საქართველოსდან. რა თქმა უნდა, ამ ბირჟასაც აქვს დანაყოფი, საიდანაც შეგიძლიათ თქვენივე ბარათით შეიძინოთ. გადავდივართ აი ამ საფულეზე, ვაჭერთ და შემდეგ ვაჭერთ აი ამ ადგილას. შემდეგ დავაჭერთ VOD და როგორც ხედავთ, გაგვიშალა რამოდენიმე ვარიანტი. აქედან შეგვიძლია ჩვენ შემოვიტანოთ უშუალოდ კრიპტოვალუტები. აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენ ბიტკოინი, ეთერიუმი, USDT, Binance Coin, EOS და სხვა თქვენი სურვილისამებრ. და არის კიდე შემდეგი დანაყოფი ფიატი და აქედან შეგვიძლია უკვე ავირჩიოთ ევრო, გირვანკა, დოლარი და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ეტაპზე თანხის შემოსატანად ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ მეთოდს, რადგან ეს მეთოდი ითხოვს ვერიფიკაციას და გარდა მაგისა შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოიტანოთ 5,000 დოლარი ერთ შემოტანაზე. ახლა მე თქვენ გასწავლით თუ როგორ შემოიტანოთ თანხა Binance-ზე ძალიან მარტივად. რა თქმა უნდა, ლინკი აღწერაში იქნება. გადავდივართ იმ ლინკზე და გადმოგვიყვანს MyCoinsG-ზე. დამატებითი ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ეს არის ქართული კრიპტო გადამცვლელი. აქ გავივლით რეგისტრაციას, რომელიც ძალიან მარტივია და ქართულად არის ყველაფერი და ძალიან მარტივად გაიგებთ. ახლა მე არ დავიწყებ ვერიფიკაციის გავლას, რადგან მე უკვე მაქვს ისედაც შექმნილი. შემდეგ აქ არის ჩამონათვალი რამოდენიმე ვარიანტი, გაგზავნა, ყიდვა და სხვადასხვა ინვესტიციის მიმართულებები, თუმცა ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს კრიპტოვალუტის ყიდვა და შემდეგ უკვე Binance-ზე გაგზავნა. თუ დავაჭერთ ამ ღილაკს, სადაც აწერია კრიპტოს ყიდვა, ჩვენ გადავყავართ შემდეგ გვერდზე. იყიდე კრიპტო MyCoins-ის ბალანსზე არსებული თანხით, ეს არ გვაინტერესებს და შეავსე ბალანსის სასურველი გზით.
თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერ აპარატთან Liberty Bank-ის, იქ მოიძიებთ MyCoins-ის სერვისს, რა თქმა უნდა თქვენ უკვე იცით თქვენი საფულის პირადი ნომერი და ამას ჩაწერთ Liberty Bank-ის Paybox-ის მომსახურებაში, სადაც გვექნება უკვე უშუალოდ MyCoins-ი გახსნილი და გვიპოვნის ჩვენს ანგარიშს. როგორც ხდება, ეს უკვე ძალიან მარტივია, შევიტანთ თანხას და დაგვიჯდება ბალანსზე. ამის გარდა, რა თქმა უნდა, MyCoins-ს აქვს სხვადასხვა საშუალებები, რითაც შევძლებთ ბალანსის შევსებას და შემდეგ უკვე კრიპტოს ყიდვას. შეგვიძლია გადავიდეთ ამ ფანჯარაში, დავაჭერთ ამ ღილაკს და აქ უკვე გვთავაზობს რამოდენიმე ვარიანტს: Visa, Mastercard, Liberty Bank-ი, თავად შეგვიძლია ბანკში შევიდეთ და იქიდან შევასვოთ უკვე ანგარიში. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ აქედან ნებისმიერი გზა. მე აქ დროს აღარ დავკარგავ, რადგან ძალიან მარტივია და თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ გააკეთოთ დეპოზიტი. მას შემდეგ, როდესაც ჩვენ უკვე შევავსეთ ანგარიში, ჩვენ უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ უკვე უშუალოდ უნდა ვიყიდოთ კრიპტოვალუტა ჩვენი სასურველი და შემდეგ უკვე მოვახდინოთ Binance-ზე გადატანა. დავაჭერთ ამ ღილაკს, შემდეგ გადმოგვიყვანს ამ გრაფაში. შემდეგ ჩვენ უკვე ვირჩევთ ამ სერვისს, იყიდე კრიპტო MyCoins-ის ბალანსი არსებული თანხით, დავაჭერთ. და აქედან უკვე შეგვიძლია ავირჩიოთ Bitcoin-ი, Litecoin-ი, Ripple, Bitcoin Cash-ი, Stellar-ი, EOS-ი, Ethereum-ი, Dash-ი. შემდეგ უკვე გადავდივართ უშუალოდ ჩვენი სასურველი კრიპტოვალუტის ყიდვაზე. ავიღოთ პირობითად Bitcoin. დავაჭერთ Bitcoin-ზე და აქ უკვე ჩვენ გვიჩვენებს ფას Bitcoin-ის ყიდვაზე, აქ გვიჩვენებს ფას Bitcoin-ის გაყიდვაზე. გვიჩვენებს აგრეთვე ხელმისაწვდომ ნაშთს. მე მინდა დავხარჯო. აქ ჩავწერთ თანხას პირობითად ავიღოთ 800, მე მინდა რომ 800 ლარით შევიძინო Bitcoin-ი. და აქ უკვე გვიწერს უშუალოდ ჩვენ რამდენი მოგვივა 800 ლარით. 800 ლარით მოგდის 427.000 სატოში. შემდეგ დავაჭერთ ყიდვას და გვეკითხება ნამდვილად გსურთ 800 ლარით იყიდოთ Bitcoin-ი. დავაჭერთ გაგრძელებას და ეგ არის. შევხედავთ რომ უკვე ჩვენს Bitcoin-ის ბალანსზე დაგვიჯდა 427.000 სატოში. შემდეგ ჩვენ უნდა გადავიტანოთ ეს Bitcoin-ები Binance-ზე. დავაჭერთ აი აქ მარცხნივ გაგზავნა მოთხოვნას და რა თქმა უნდა გადმოგვიყვანს ამ სერვისზე, აქედან შეგვიძლია ჩვენ Bitcoin-ის მოთხოვნა, აგრეთვე შეგვიძლია გაგზავნა. მიმღების მისამართი. დავაჭერთ, მე შემდეგ დავაჭერთ უკვე მისამართის დამატებას, გადავდივართ ჩვენს Binance-ზე, დავაჭერთ ამ ლოგოს, შემდეგ ჩვენს accounts, შემდეგ დავაჭერთ VOD და გადაგვიყვანს კრიპტოვალუტების მიღებისა და ყიდვის სერვისზე. ესე იგი ჩვენ გვჭირდება Bitcoin-ის მისამართი, აქედან ავირჩევთ Bitcoin-ს, შემდეგ მარჯვენა კუთხეში იქნება ჩვენი Bitcoin-ის მისამართი, დავაკოპირებთ ამას, გადავდივართ ისევ MyCoins-ზე, შეგვიძლია დავწეროთ ნებისმიერი სახელი, გავაგზავნით SMS ჩვენს ნომერზე, მოგვივა SMS-ი, დავადასტურებთ და შემდეგ გაგრძელება და დაემატება ჩვენი Bitcoin-ის მისამართი MyCoins-ზე. ამ შემთხვევაში მე დამატებას არ დავიწყებ, დამატებული უკვე მაქვს, ავირჩევ ჩემს მისამართს და ხელმისაწვდომი ნაშთი 427.000 სატოში. პირობითად ავიღოთ 100.000 სატოში. შეტყობინებაში არ არის აუცილებელი, ნებისმიერ რამე შეგიძლიათ ჩაწეროთ, თუნდაც საერთოდ არაფერს არ ჩაწერთ. Bitcoin დავაჭერთ Bitcoin-ის გაგზავნას, გთხოვთ გადაამოწმოთ Bitcoin-ის მისამართის ავთენტურობა. გადავამოწმეთ, ყველაფერი სწორია და ვაჭერთ გაგზავნას. ესე იგი გავიდა რამოდენიმე წუთი და ვხედავთ რომ აისახა 100.000 სატოში Binance-ის ჩვენს პირად ანგარიშზე. და ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ვართ Bitcoin-ის ინვესტორები. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ თანხით? ჩვენ შეგვიძლია ეს მონეტები შევინახოთ იქამდე, სანამ არ მიაღწევს Bitcoin-ის ფასი ჩვენთვის სასურველ ფასს. აგრეთვე შეგვიძლია რომ ამ თანხით დავიწყოთ ვაჭრობა, ეგრეთ წოდებული ტრეიდინგი. და აქვე შეგახსენებთ რომ ზოგჯერ ტრეიდინგი დაკავშირებულია საკმაოდ დიდ რისკებთან. ასე რომ კარგად დაფიქრდით და გაიანალიზეთ იქამდე სანამ გადადგავთ რაიმე ნაბიჯს. რადგან აქ ნებისმიერ თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე პასუხისმგებლები იქნებით მხოლოდ და მხოლოდ თქვენ. ახლა დავიწყოთ. შევდივართ აი ამ დანაყოფში და აქ გვიჩვენებს უამრავი მონეტების ჩამონათვალს. ესე იგი, Binance Coin-ით ვაჭრობა, Bitcoin-ით ვაჭრობა, altcoin-ებით და ფიატური ვალუტებით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ფიატი, რადგან ყველაზე ადვილია ფიატური ვალუტებით ვაჭრობა. მაგალითად, Bitcoin-ი დოლართან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს ახლა ანგარიშზე Bitcoin-ი, ვაჭერთ ამ წყვილეს Bitcoin დოლართან მიმართებაში და გაგვიშალა ასეთი სატრეიდინგო პლატფორმა. ამ სანთლებზე თქვენ უნდა გააკეთოთ ტექნიკური ანალიზი, რის შედეგადაც გამოიტანთ აზრს, უნდა გაყიდოთ მონეტა მოცემულ სიტუაციაში თუ უნდა იყიდოთ. მაგალითად ვფიქრობთ რომ ახლა Bitcoin-ის ფასი დაიწევს. ჩვენ ამ შემთხვევაში, რადგან გონია რომ Bitcoin-ის ფასი დაიწევს, ჩვენ ვყიდით ჩვენი დეპოზიტის 10%-ს. დავაჭერთ გაყიდვას და გაიყიდება.
შემდეგ, როდესაც მიაღწევს რაღაცა ნიშნულს ბიტკოინი, როდესაც უკვე დავინახავთ, რომ პლუსში ვართ, 53000-ად გავყიდეთ და ახლა 50000-ია, შევალთ ისევ და იმავე თანხით ვიყიდით. გამოვიდა, რომ ჩვენ დავრჩით მოგებაში. აქ ჩვენ შეგვიძლია მაგალითად მივთითოთ, ჩვენ გვაქვს პირობითად ავიღოთ $100 და ბიტკოინის ფასი ახლა შეადგენს $53300. ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ წინასწარ ორდერი $100,000-ზე. დავაყენეთ $100,000-ზე და ჩვენი $100 გახდება $187. მას შემდეგ, როდესაც შესრულდება ეს ორდერი. წინასწარ შეგვიძლია დავაყენოთ, რა თქმა უნდა, დავაჭერთ ამას და დაეწერა order razmation. ესე იგი, გამოვიდა, რომ ჩვენი ორდერი უკვე განთავსებულია, როდესაც ბიტკოინი მიაღწევს $100,000, ავტომატურად გაიყიდება და ჩვენ ამით მივიღებთ სარგებელს. აგრეთვე იგივე პრინციპით შეგვიძლია გავაკეთოთ ბიტკოინის ვარდნაზე. მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ ბიტკოინი დაიწევს მოცემულ სიტუაციაში, შეგვიძლია გავყიდოთ და შემდეგ, როდესაც დაიწევს, უფრო იაფად ვიყიდოთ. აი ეს არის, ჩემო მეგობრებო, ტრეიდინგი. ამის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, რომ გაზარდოთ თქვენი კაპიტალი. თუმცა, ამას სჭირდება საკმაოდ დიდი ყურადღება, მეგობრებო, და ბევრი მუშაობა. ახლა მინდა შევეხო ამ ბირჟიდან თანხის გატანას. გამოტანაც ხდება იგივე პრინციპით. ვაჭერთ ამ ლოგოს, შემდეგ ვაჭერთ ჩვენს აკაუნტს, გადმოვართ ჩვენს პირად კაბინეტში, შემდეგ დავაჭერთ VWOD. აქედან უკვე ვირჩევთ ნებისმიერ კრიპტოვალუტას, რომელიც გვაქვს. ამ შემთხვევაში გვაქვს ბიტკოინი, აქ უნდა ჩავწეროთ ჩვენი MyCoins-ის მისამართი. გადმოვედით ისევ MyCoins-ზე, აქედან უნდა ავირჩიოთ კრიპტოს მიღება. დავაჭერთ ამ ღილაკს, შემდეგ დავაჭერთ კრიპტო მისამართი. აქედან ავირჩევთ ნებისმიერ კრიპტოვალუტას, რომელიც გვინდა გადმოვიტანოთ Binance-დან. ჩემი რჩევა იქნება, რომ ბიტკოინის გადარიცხვებით თავი შეიკავეთ, რადგან ბიტკოინს საკმაოდ დიდი საკომისიო აქვს, როგორც გატანაზე, იგივე მიღებაზე. ყველაზე დაბალი საკომისიოები აქვს Litecoin-ს და Stellar-ს, აგრეთვე Ripple-ს. ამ შემთხვევაში ჩვენ Binance-დან უნდა გადმოვიტანოთ ბიტკოინი. დავაჭერთ ბიტკოინს და აქ ხედავთ ჩვენს ბიტკოინის მისამართს, რომელიც მოგვანიჭა MyCoins-მა. ჩვენ უნდა დავაკოპიროთ ეს მისამართი, შემდეგ გადავიდეთ ისევ Binance-ზე, ჩავაკოპირებთ, იქამდე სანამ გადაერცხვის ღილაკს დააჭერდეთ, აუცილებლად გადაამოწმეთ ანგარიშის მისამართი. შემდეგ მოვნიშნავთ შესაბამის საკომისიოს და აქ მივთითებთ იმდენს, რამდენიც გვაქვს და რისი გატანაც გვინდა. და შემდეგ დავაჭერთ ატправიც. რამოდენიმე წუთში Binance-დან გადმოირიცხება ბიტკოინები ჩვენს MyCoin-ის ანგარიშზე. და რაც შეეხება MyCoins-დან თანხის გატანას, უმარტივესია, ახსნის გარეშეც მარტივად გაიგებთ, დააჭერთ თანხის განაღდებას, აქედან უნდა ავირჩიოთ ნებისმიერი გადახდის მეთოდი, შეგვიძლია Liberty Bank-ში მივიდეთ და იქიდან გამოვიტანოთ, შეგვიძლია TBC ბანკის ბარათიდან, საქართველოს ბანკის ბარათზე, Tera ბანკის ბარათზე, VTB ბანკის ბარათზე და ასე შემდეგ. გადაურიცხოთ ეს თანხა და გამოვიტანოთ უშუალოდ ბანკომატიდან. მე კი ამით დავამთავრებთ, გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და კიდევ მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად გაუფრთხილდით თქვენს კაპიტალს და გადადგით მხოლოდ და მხოლოდ კარგად გააზრებული ნაბიჯები, რათა არ აზარალოთ საკუთარი თავები. ახლა კი იზღა დაგჩენიათ, დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და იყოთ მუდმივად სასარგებლო და საინტერესო რჩევების ეპიცენტრში. დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებულ ინვესტირებას.